დღევანდელ გარჩევაში ერთ ძალიან მნიშვნელოვან წიგნზე ვისაუბრებთ. ეს არის ჯონ როულზის სამართლიანობის თეორია. ნაშრომი, რომელმაც თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფია ფაქტობრივად შეცვალა. მოდით ვნახოთ, რა არის მისი მთავარი იდეა. მოდით დავიწყოთ ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სინამდვილეში უსაზღვროდ რთული კითხვით. აი რომ გქონდეთ შანსი, რომ საზოგადოება ნულიდან, სუფთაფურცლიდან ააწყოთ, რა წესებს დაადგენდით, რომ ის მართლაც იდეალურად სამართლიანი იყოს ყველასთვის. პირველ რიგში მოდით გავიყოთ, რა კონტექსტში გაჩნდა ეს თეორია. როულზიც ცდილობდა ეპასუხა ერთი ძალიან დიდი ფილოსოფიური პრობლემისთვის, რომელიც იმ დროისთვის დომინანტური იდეას უტილიტარიზმს უკავშირდებოდა. უტილიტარიზმის მთავარი იდეა, მარტივად რომ ვთქვათ, ასეთია. მორალურად სწორია ის, რაც ყველაზე მეტ ადამიანს მოუტანს ბედნიერებას. კარგად ჟღერს, არა? მაგრამ როულს აქ ერთი ძალიან სერიოზული კითხვა აწუხებდა. რა ვქნათ, თუ უმრავლესობის ბედნიერება იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ უმცირესობის ფუნდამენტური უფლებები ილახება. სამართლიანია კი ეს? აი, სწორედ ამ დილემის გადასაჭრელად დაიწყო მან ალტერნატივის ძიება. და აი, ამ პრობლემის გადასაჭრელად როულზი გთავაზობს ერთ გენიალურად მარტივ, თუმცა წარმოუდგენლად მძლავრ სააზროვნო ექსპერიმენტს. ამ ექსპერიმენტს ქვია უცოდინრობის საბურველი. წარმოიდგინეთ ასეთი რამ. ჩვენ ყველანი, მთელი საზოგადოება, ვიკრიბებით, რომ ერთად შევიმუშაოთ ფუნდამენტური წესები, რომლებითაც ვიცხოვრებთ. ამ წარმოსახვით სიტუაციას როულზი საწყის მდგომარეობას არქმევს. ეს არის ასე თქვათ ჩვენი საწყისი წერტილი. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და უცნაური პირობა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ყველას გვახურავს უცოდინრობის საბურველი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ არავინ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ის რეალურ ცხოვრებაში, როცა ეს საბურველი მოიხსნება. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენ არ იცით მდიდარი იქნებით თუ ღარიბი, კაცი თუ ქალი, არ იცით რა რასის, ეროვნების ან რელიგიის წარმომადგენელი იქნებით, არც ის იცით ჯანმრთელი დაიბადებით თუ რაიმე პრობლემით, გექნებათ თუ არა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, ანუ სრულ გაურკვევლობაში ხართ. აი ასეთ პირობებში, როცა არ იცი სად აღმოჩნები, როგორ წესებს დაადგენდი. როულზი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ სრული უცოდინრობის მდგომარეობიდან ნებისმიერი რაციონალური ადამიანი, რომელიც საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, აუცილებლად შეთანხმდებოდა სამართლიანობის ორ ფუნდამენტურ პრინციპზე. ეს ორი პრინციპი არის როულზის თეორიის გული და სული. მოდით ახლა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე, დეტალურად განვიხილოთ. პირველი პრინციპი არის აბსოლუტური და უპირობო. ის ამბობს, რომ თითოეულ ადამიანს უნდა კონდეს ფუნდამენტური უფლებების მაქსიმალურად ფართო პაკეტი. მაგალითად, სიტყვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და ასე შემდეგ. ამ უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება არანაირი სოციალური თუ ეკონომიკური სარგებლის გამო. ეს ხელშეუხებელია. კარგი. ახლა გადავიდეთ მეორე, ცოტა უფრო რთულ პრინციპზე. ეს ეხება სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას. როულზი არ ამბობს, რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს შემოსავლით, მაგრამ ის ამბობს, რომ უთანასწორობა დასაშვებია მხოლოდ ორი ძალიან მკაცრი პირობის დაცვით. მაგრამ სანამ ამ პირობებს განვიხილავთ, მოდით დავფიქრდეთ, რატომ ავირჩევდით მაინც და მაინც ამ პრინციპებს, რა ლოგიკა დგას ამის უკან? პასუხი ძალიან მარტივია, რისკისგან თავის დაზღვევა. როულზის აზრით, უცოდინრობის საბურველს მიღმა, ჩვენ ყველანი ძალიან ფრთხილები ვიქნებით. ჩვენ ავირჩევთ სტრატეგიას, რომელსაც მაქსიმინი ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ შევეცდებით მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მინიმალური შედეგი. ანუ დაუშვებთ ყველაზე ცუდ სცენარს, რომ შეიძლება საზოგადოების ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოუჩნდეთ და შევკნათ ისეთ სისტემას, რომელიც სწორედ ამ ყველაზე მოწყვლად ადამიანს დაიცავს. რატომ? იმიტომ რომ ეს მოწყვლადი ადამიანი ხომ შეიძლება თავად შენ აღმოჩნდე. აი, სწორედ ამ მაქსიმინის ლოგიკიდან გამომდინარეობს მეორე პრინციპის ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური ნაწილი – განსხვავების პრინციპი. ის რას ამბობს? იმას, რომ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, ანუ ის, რომ ზოგი მდიდარია და ზოგი ღარიბი, სამართლიანია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უთანასწორობა საბოლოო ჯამში ყველაზე ღარიბი ადამიანისთვისაც კი სასარგებლოა. მოდით ამ მაგალითით უფრო ნათელი გახდება. წამოიდგინეთ, გაქვთ ორი არჩევანი. საზოგადოება A, სადაც სრული თანასწორობაა და ყველას შემოსავალი თქვათ 30,000-ია. და საზოგადოება B, სადაც უთანასწორობაა, მაგრამ ყველაზე ღარიბი ადამიანის შემოსავალიც კი 40,000-ია. ხო და უწოდინრობის საბურველს მილმა, რომელს აირჩევდით. რა თქმა უნდა, საზოგადოება B-ს. იმიტომ რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, ანუ საზოგადოების ბოლოშიც რომ აღმოჩნდეთ, თქვენი მდგომარეობა უკეთესი იქნება, ვიდრე საზოგადოება A-ში. როულს ძალიან საინტერესო არგუმენტი აქვს. ის, რომ ვიღაცას მათემატიკური ნიჭი აქვს, ვიღაცას მუსიკალური, ან ის, რომ ვიღაცა მდიდარ ოჯახში დაიბადა, ეს მისი პირადი დამსახურება არ არის.
ეს მისი თქმით ბუნებრივ ლატარიაში მოგებას ჰყავს. და რადგან ეს უბრალოდ გამართლებაა, ამ ლატარიით მიღებული სარგებელი მთელმა საზოგადოებამ უნდა გაინაწილოს, განსაკუთრებით კი მათ სასარგებლოდ, ვისაც ამ ლატარიაში არ გაუმართლა. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო თეორიაა, მაგრამ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის დღეს? რატომ არის როლზი დღემდე ასეთი აქტუალური? ფაქტობრივად, როლზის თეორია არის თანამედროვე სოციალური სახელმწიფოს, ანუ კეთილდღეობის სახელმწიფოს ფილოსოფიური საძირკველი. ის გვეუბნება, რომ სიმდიდრის გადანაწილება, პროგრესული გადასახადები, სოციალური დახმარებები ეს არ არის უბრალოდ ქველმოქმედება. ეს არის სამართლიანობის ფუნდამენტური მოთხოვნა. და ალბათ, როლზის ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ მან დაგვანახა, როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსოთ ორი ერთი შეხედვით დაპირისპირებული იდეალი, თავისუფლება და თანასწორობა. მან აჩვენა, რომ სამართლიან საზოგადოებაში ეს ორი ღირებულება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ აძლიერებს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, როლზის თეორიას ბევრი კრიტიკოსიც ხავს. განსაკუთრებით ლიბერტარიანელების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ნიჭიერი ადამიანების ჩაგვრაა. თუ გაინტერესებთ, კონკრეტულად რა არგუმენტები აქვთ მათ და რატომ ეწინააღმდეგებიან როლს, დაგვიწერეთ და შემდეგ გარჩევას სწორედ ამ თემას მიუძღვნით.